თუ სიხარულის განცდა შეწყვიტეთ, სურვილები და ინტერესები გაქრა და ყველაფერი ნაცრისფერი გახდა, ეს შეიძლება აპათია კი არა, არამედ ტვინის დამცავი რეაქცია იყოს. ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანდა, მაგრამ ცხოვრებისეული სიამოვნება გაქრა. შიგნით სიცარიელია. ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ კიდევაც, რომ მე ცხოვრება შევიცანი, აღარაფერი გამაკვირვებს და აღარაფერი მჭირდება. გსურთ საკუთარ თავში ჩაიგეთოთ, არაფერი არ გაიგოთ, არაფერი არ ნახოთ და მით უმეტეს არაფერი იგრძნოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივი და ღრმა. ტვინის მთავარი ამოცანა არა თქვენი ბედნიერება, არამედ ნაცნობი პირობების შენარჩუნება, თუნდაც ისინი სახიფათო იყოს. თუ წარსულში თქვენ გაფასებდნენ, გადარებდნენ, შეცდომების გამო გლანძღავდნენ, ან მუდმივ შფოთვასა და არასტაბილურობაში ცხოვრობდით, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ ტკივილად აღიქმებოდა. ტვინი იმახსოვრებს ამ დროს, რომ ემოციები უდრის ტკივილს და ტკივილი უდრის სიცოცხლისთვის საფრთხეს. და თუ ემოციები საშიშია, მაშინ თქვენ უნდა გამორთოთ ისინი. ამიტომ ტვინი რთავს ემოციური დაბუჟების რეჟიმს. ანუ არაფრის შეგრძნება ნიშნავს ამ დროს გადარჩენას. და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტვინმა არ იცის როგორ გამორთოს მხოლოდ ცუდი გრძნობები, ის ყველაფერს თიშავს ერთდროულად და ტკივილთან ერთად სიხარულიც ქრება.